Გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის ჯივანი ბროსარხი და დღეს ჩვენ გადავიღებთ ვიდეოს ერთ-ერთი ანიმის ანიმიპედიას. ხოლო ეს ანიმე არის Zip from Neverland. ძალიან გავრცელებული ანიმე არის, მეც ძალიან მიყვარს და იმედი მაქვს თქვენც მოგეწონებათ. ხოლო სანამ ანიმიპედიას დავიწყებდე, მინდა მოდით მოგიხადოთ იმის გამო, რომ ძალიან დიდი ხანი ვერ გადავიღეთ ვიდეო, ვერც მე და ვერც აბამ. ამიტომაც ეხა უფრო ვეცდებით რომ გავაქტიურდეთ და მოდი დავიწყოთ. Zip from Neverland არის იაპონური მანგას სერია, რომელიც დაწერილია კაიუ შირაის მიერ, ხოლო ილუსტრირებულია პოსუკა დემიზუს მიერ. ისტორია მოგვითხრობს, რომ ეს არის 2045 წელი და 1000 წელზე მეტი ხნის შემდეგ დაიდო შეთანხმება, სახელწოდებით დაპირება, რომ დასრულდა ხანგრძლივი ომი ადამიანებსა და დემონებს შორის. დემონებსა და ადამიანებს შორის დადებულ ხელშეკრულების თანახმად თითოეული იცხოვრა თავის ცალკეულ სამყაროში. დემონების სამყაროში, სადაც დემონების შესაწყნარებლად რამოდენიმე ადამიანის მეცხოველეობის ფერმაა შექმნილი და ადამიანთა სამყაროში, სადაც ადამიანები, რომლებიც უკვე არ იყვნენ სამყაროს დემონთა მხარეში. თითოეულ ადამიანების მეცხოველეობის ფერმაში არიან განსაზღვრული რაოდენობის ბავშვები, რომელთაც ზრდის დედა, ეგრეთ წოდებული მომვლელი. მომვლელი ზრუნავს იმაზე, რომ ბავშვები განვითარდნენ და ასევე იმაზეც, რომ ბავშვებმა ვერაფერი გაიგონ მეცხოველეობის შესახებ. 11 წლის ემა ერთ-ერთია 37 ობოლს შორის, რომელიც ასევე მეცხოველეობის ფერმაში ცხოვრობს. ემას როგორც ყველა ბავშვს ეგონა, რომ ეს იყო თავშესაფარი, რომლიდანაც მათ გამოუჩნდებოდათ ოჯახი. სინამდვილეში კი ისინი უბრალოდ დემონების საკვები იყვნენ, ხოლო რაც შეეხება მათ განვითარებას და IQ-ს დონეს. ბავშვებს იმიტომ ზრდიდნენ ფერმაში ტყვიანებად, რომ ტვინი ადამიანის ორგანიზმში ყველაზე გემრიელი ნაწილი იყო მათთვის. ამიტომ ადამიანი რაც უფრო ტვიანი იყო, მით უფრო გემრიელი იყო მისი ტვინი დემონებისთვის. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ 11 წლის ემამ და მისმა მეგობარმა ნორმალმა ყველაფრის შესახებ გაიგეს. ხოლო რაც შეეხება ანიმეს სეზონებს, სულ ანიმეს აქვს 2 სეზონი. მეორე სეზონი ახლახან გამოვიდა, ძალიან ცოტა ხანი რაც გამოსულია. მგონი ჯერ კიდე გამოსვლის პროცესშია რამდენიმე სერია, ზუსტად არ ვიცი. ხოლო რაც შეეხება ეხა ჩემს აზრს ამ ანიმესთან დაკავშირებით. ჩემი არც ეს ანიმე არის ძალიან კაი ანიმე, მე თან ძალიან მომწონს, ცოტათი ჰორორიც არის, საფსიუჟეტიანიც არის და მოკლედ მე ძალიან მომწონს. ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო ანიმე არის, სამეულში გადის, ასე რომ ვთქვათ. მე ანიმესთან დაკავშირებულ დეტალებს ვეღარ გეტყვით, იმიტომ რომ ეს უკვე გამოვა ძალიან დიდი სპოილერი და ესეთ პატარ-პატარა დეტალებს ვეღარ გეტყვით, ამიტომ ეს ვიდეოს დასასრულს მიუახლოვდათ, მოგეწონათ ვიდეო, მაშინ დაალაიქეთ. ხოლო კომენტარებში დაწერეთ თუ რა გინდათ რომ გადავიღოთ შემდეგში. ნახვამდის.